ამერიკაში კონსერვატიული დღესასწაული გამოიყურება, ეგრე გამოდის და აი რა გაღიზიანებდათ ხალხო, ეს გაღიზიანებდათ დედას უტირებ, აგერ სულ აღარ არის. მექსიკიდან ხალხის შემოსვლა გაღიზიანებდათ, ჩათვალე აღარ არის, აგერ მოვაწერე ხელი. ეს არის ამერიკულად კონსერვატიზმზე გადასვლა როგორ არის და საქართველოს როგორ არის, იცი? ნარკოტიკები გაწუხებთ. უი, ზაასაც ცუდია ნარკოტიკები, კიდე რა ხდება, აბა რა გაწუხებთ? ეს მიგრაცია რო არის გაწუხებთ. რაღაცა შემიგჯერა. ის რა მოაწერე რამის ხელი. ანუ აი რაღაცა აი მოდი გასწავლით, აი ნახეთ, აი კარწინკასაც დაგისვავთ, აი ტრამპი ხო არის, ბავშვები ხო არის გარშემო რა. აი მოდი კობახიძე დასვით ესე, გარშემო რაღაც ბავშვები დაუყენეთ და ქართული საზღვრის დაცვის აქტი. არანაირი მასიური მიგრაცია დავიცვათ საკუთარ დასვას წერტილი და ტაში იქნება და დაგაკრიტიკებთ. რაღაცა არ არის სწორი და ჩაგაკრიტიკებთ და რატო იცი? ეგ რა შემთხვევაში იქნებოდა სწორი? ვიღაცა სხვას რომ მიიღო ტრანსგენდერების სპორტში მონაწილეობის პოლიტიკა გაეტარებინა და მე ამან გაუქმოს მესმის, მაგრამ აი კორუფციაში შენ თვითონ ხარ ჩართული. აი შენაშენებინებ არაბებს ქალაქს, გაიგე და მე ის არაბები და პაკისტანელები რომ უნდა შემოვიდეს, შენ მიიღე ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა და ეხა იცით რას ვიზაო? აი აქ დამთავრდა საიმიგრაციო კორუფციას ვეღარ დაინახავთ ხალხო. ეს კორუფცია რას გვიშვება ეს თავრობა თავის თავზე ხო რა? ეგ მაინც ქნან. თიმარა ჯანდაბას აი მოდი აკდენი კეთილსინისიერება ყოფნით. რა კეთილსინისიერება ფეხზე. ვითონ იპარავს და ეგრე არ დააყენოს საკითხი რომ მე ხა ავკრძალავ კორუფციას. მასე ვერ დავამატებ. მაშინ გეტყვი, მაშინ დავამატებ ვიზუალს რა ხან ეგრე არის პირარულად შევფუთავ. აი კობახიძე უნდა იჯდეს, აი ესე ბორკილები უნდა ედოს და გარშემო ბავშვები და ყველაფერი იგივენაირია და ეს ბორკილები უნდა გაგლიჯოს და თქვას რომ აი ამერიკის ზეწოლა ესე გაიგლიჯა მანამდე რასაც ჩათვალხობებს ვაკეთებდით ეგ იყო აი ამ ბორკილების დასავლური ბორკილების და აი ხა მოვაწერ ხელს ეგრე ხო შეიძლება როგორ რაღაცა აი ყველაფერი შეიძლება და შეიძლებოდა გამოსვიყო ძალიან კარგი მაგარი პიარი ძალიან კარგი კანონები მართლა კონსერვატიზმი რაც არის შეიძლება ხვალვე შეიძლება რომ გაკეთდეს მაგრამ არ ხდება ეგრე არ ხდება აი რა ხდება იცით ჩემი გინება არ შეიძლება თავრობის წევრების გინება აღარ შეიძლება ხო იმათმა რომ გაგინონ შეიძლება ისინი გაგინებენ ხოლმე და თქვენ არა თან როგორი რაღაცა და თქვენ რა ქენით ხოლმე და რო გეუბნებით რომ რა არ შეიძლება თქვენ იმათ ვეღარ აგინებთ და ისინი თქვენ გაგინებთ თქვენ ჩვენ შემოგვიტიეთ ხოლმე რომ თავრობა ვაგრიტიკებთ ეგრე გააკეთეთ ხოლმე რა შეიძლება იცით აი სადღაც რომ წახვიდეთ და ასე დადგეთ ცოტა ზედმეტად ბევრი თუ დადგებით ეგ არ შეიძლება სამი კაცი ბირჟა დაიხალეთ არ შეიძლება ეგ არ შეიძლება უნდა აიღოთ ნებართვა და კალაძისგან აიღებთ ნებართვა 3 კაცზე მეტი რომ დადგეთ რო გააკრიტიკებ იმას რომ საქართველოს ეროვნულ საგანძურს და ფასეულ ტერიტორიას რომ გაგიყიდიან აი ეგ რო არ მოგეწონება ეს უკვე საშიშია, ეს ძალიან საშიში მე ისი მეშინია, იცი? მე ყველაზე მეტად გულწრფელად იმის მეშინია, რომ იმდენს იყვირებს ეს ხელისუფლება, რომ ჩვენ ვართ კონსერვატიული ძალა და ამ კონსერვატიული ძალის ლოზუნგის და დროშის ქვეშ იმდენ ეგეთ უსამართლო გადაწყვეტილებას და კანონს მიიღებს, რომ საქართველოში პირიქით შეიძლება ეგეთი საფრთხე არსებობდეს რომ შეაზიზღონ კონსერვატიზმი ხალხს. აი ამერიკაში ხო პირიქით აღზევება 15 დღე არ არის მოსული და პასტა ვერ გააგდებინეს ტრამპს ხელიდან იმდენი გადაწყვეტილება მიიღო და იმდენი სასიკეთოდ კანონი მიიღო უკვე კონსერვატიზმის ფარგლებში. ჩვენთან ობიექტურად არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს მართლა კარგი იდეოლოგია, ცუდი ექსპლუატაცია გაუკეთეს ოცნებამ და გარკვეულ კატეგორიაში მოხდეს ამ იდეოლოგიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ამიტომ არ უნდა შეეშალოს ხალხო, არ არის ოცნება კონსერვატიული, გააცნობიერე. ოცნება კონსერვატორები რო არ არიან ოცნება, როგორ უნდა გაარკვე, იცი, აი, შედიხარ საჯარო რეესტრი, შედიხარ ეგ და ქართული ოცნების წესდება, ესე ამოგიგდებს დოკუმენტს და იქ წერია, რომ ქართული ოცნება არის მემარცხენე ცენტრისტული ძალა. არ წერია კონსერვატიული პარტია.
ქართული აი დოკუმენტი ხო აქვს, აი საკუთარ თავს რაღაცას ხო დაუწერეს, რომ ეს ვართ. იმას კი არ ვითხოვ რომ საქმით გააკეთონ, აი რაც დაარქვეს საკუთარ თავს, ხო? არ უწერიათ კონსერვატიული პარტია. აი წესდებაში უნდა იყოს, აი ქართული ოცნების ასე ვთქვათ ოფიციალური მიმდინარეობა არის უბრალოდ ქართული ოცნების კარგად ყოფნა. ანუ ეგ უნდა იყოს. ჩემი თავის twin ვარ, ეგ იდეოლოგია უნდა იყოს, უბრალოდ ქართული ოცნების კარგად ყოფნა. თუ პირად კარგად ყოფნას გულისხმობ, მე რომ აი კარგად იცხოვრონ მათი ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა უფრო მეტ ტენდერებში რომ მიიღონ მონაწილეობა, საერთოდ თვითონ რომ გადაინაწილონ ეს პატარა ქვეყანა და კიდევ დიდხანს იყონ ძალაუფლებაში. ეგაა მათი იდეოლოგიის ასე ვთქვათ, მთავარი ცნება, დეფინიცია. აი ქართული ოცნების იდეოლოგია რომელი ტექსტით არის ჩამოყალიბებული? თავის დროზე გია კორკოდაშვილი მაგას ხო რაღაც ღადაობით წარმოთქვავდა, რომ რაღაცა ერთი ქოხი მინდა რა ის წინ რა ქვია ზღვის პირას რა და ეს არის ერთი სასახლე მინდა რა იქ რაღაც არაბები რო არა ერთიც არა რატო ერთი ამათ ერთი არ უნდა ერთი არ ყოფნით ერთი ზღვასთან უნდა სასახლე ერთი მთაში არა ერთი დიდ ქალაქში ეგ არის იდეოლოგიური დოქტრინა ერთი სასახლე არ არის ამათ ერთი ქვეყანა მინდა რა არა თან ქვეყანას ერთი პატარა ქვეყანა მინდა ქვეყნებშიც უნდა ვილა რატომაც არა ეხლა საქართველოს მაინც საქართველოს არ არის განვითარებული რა და იქაც უნდა მარტო საქართველოს ევროპაში მილანში ჯოკინგი ანდახან იქ სხვა ქვეყანაშიც თუ არ იგულავა ეგეთი ცხოვრების დედავატირე ეხა ეგეთი ცხოვრება ეხა როგორ არიჯო შეიძლება ეხა ქვეყანაში კრიზისია და ვიღაცებს აქ მაიდანის მოწყობა უნდათ და ამერიკა გვიტევს და რაღაცა მაგრამ ეხა დუბაებში თუ არ ჩავედით ცოტა თუ არ იგულავა და ღიად არ დააფიქსირა რომ აბა პოლიტიკა რისთვის აკეტა ეხა თუ არ იგულავა მე ეგეთი ცხოვრება რა ეხა საკუთარ ვილაში თაიქნება თუ ზღვისპირა იქ თუ ჩაიკეტა და მარტო იქ დათვალა ეგ ფული და არავინ არ დაინახა ეგეთი ცხოვრება რა უნდა დაანახო კაცო აბა სხვებსაც უნდა დაანახო რომ იშოვა მაგით სტატუსები არ უნდა ყველამ გაიგოს რომ ეს სხვაზე მეტია რატო ეს ხო უნდა შეიგნოს ხალხმა რა ვიცი ფული წაიღეს და რა ვქვია რა ფულს რა ვიცი აი რა ბოღანი ხალხი ვართ რა აი ნავს რატო არ ყევ არა ნავს ვაქანა ანუ ტიპები ჩასაფრებულები ანუ 12 წელი დაითრეს ქვეყანა ფული იშოვეს როგორ იცი აი ბიუჯეტიდან ამის ბიძაშვილი კაი ბიჭია მოდი ამას ტენდერები მოვაგებიოთ პრინციპი და ამაზე ეგ ყოილი იქნება ეგ არ ხდება ბიჭო ეგ თუ არ ხდება რა გამაგები იცი აი ტიპი არის არ მაიც არის რა მიხსენ იცი აი ტყუანის აი ეგრე ვინც დაწერს იმას დაიჭერე დაიჭირეთ ეგ არ ბძალეთ მაგით დაწერე ბიჭო რა გამაგები იცი აი ვიღაცა ტიპი არის სადღაცა გდარის მე-6 მიკროში ან მე-3-ს გავიზარდე რუცობიძის მე-4 პლატოზე ცხოვრობს ვიღაცა ტიპი წარმოიდგინე და უცებ დანიშნეს სადღაც თანამდებობაზე ქართულმა ოცნებამ გააზრო რა ჰიპოთეტურად ვამბობ და ამის სანათესაო ეგრევე რანაირად ხდება მაგარი ბიზნესმენი აი არაფერი არ ეტყობოდა და ეს რომ ხდება თანამდებობის პირი აი იმათ რაღაცა რა ეხსნებათ იცი აი უორენ ბაფეტი ჩასახლდება ხოლმე მაგაში და აი ეგრევე ეხსნება ტენდერები ეგ კიდე ეგ ნახე ეგრე ხდება მე რა ვერა მოხსენი იცი აი ჩვეულებრივი კაცი ხარ რომელსაც ფული პარეს და ეგ მასე გახდა მდიდარი გაიგე და შენ აგეკრძალა მაგისი ინტერნეტში გინება ხო და ოღონ მაგას შენი გინება არა ეკრძალა და შენ რატო გიხარი და შენ რატო უტევ ხალხს რომელიც გეუბნება რომ ეგ კარგი არ არის კარგი არა მე პოლიციას რისი უფლება მიეცა იცი აი შენ მაგაზე რომ რაღაცას ნერვიულობ და უკვე აღარ იგინებ, იმიტომ რომ აკრძალული გაქვს, მაგრამ წერო ეს როგორ შეიძლება ეს უსამართლობა, მაგაზე პოლიციას უფლება მიეცა, ქუჩაში რომ შეხვდება ვითომ შემოწმების მიზნით, დაგაბრალოს რომ ეს ისე მიყურებს, მე მგონი შეურაცხყოფას მაკენა. მომაყენა ამან და ორი თვით გაგიშვას ციხეში. აი ამ კანონს ისე რომ სასამართლო არ დაგჭირდება, პროსტო იჯდები. ამ კანონს იღებენ და აბა რა წესრიგი არ უნდა იყოს. მე ვითის წაწესები მნიშვნელოვანი რა არის ანაქანავებს ეხლა ჩვენ მე მგონი ეგენი აქანავებს ნავს ვაქანავებს და გეტყვი რატო ვაქანავებს ნავს
მოიყურე რა ხდება. ეხა ეს ხო ესეა რაც ჩამოვთვალეთ, ყველაფერი ასეა, მაგრამ აქედან ერთი პრობლემაა რა. კი იმათ ვილები თაში, ბარში, ქალაქში, უცხოეთში ვილები და თქვენ ფული არა გაქვთ კაცო და რამე სუზამთ იმათ, ამიტომ წავედი ისევ იმას მიცემ ხმას. ეგ მაგარი ლოგიკა. აი ეს არის აი გამოსავლის მთელი გენია. ანუ შენ დამნაშავე რა არის? ამისთვის ფული არ მოგიპარია. ხო და ანუ იმათმა რომ მოპარეს იმას მიცეს. გამოსავალი რა არის? წავედი ისევ იმას მიცემ ხმა, იმიტომ რომ იმას ვილებია.